მოგესალმებით ვიფასო მოგესალმებით. როგორ ბრძანდებით ჩვენ ვართ კარგად მით უმეტეს ყველაფერი კარგად მიდის დავიწყოთ ახლა ჩვენ გუბაზით ვიწყებთ ხოლმე როცა გუბაზია მაგრამ როცა მისი პირმშოა მისი პირმშოთი შეგვიძლია დავიწყოთ გაუშვათ ლევან ჯუნიორი გაბლარული ერთიანობა, ტექნოკრატული მთავრობა, ვისგან შედგება, რა შედგება, ამაზე მსჯელობა რატო უნდა დავიწყოთ ახლა, ეს ერთი და მეორე, ვინ უნდა იყოს ამ მაგიდასთან წარმოდგენილი. თვითმმართველობის არჩევნებში თუ აი ამ სპეცოპერაციაში შემსვლელი პარტიები მოთამაშეა, ვინც მონაწილეობდა იმ კარტის. ანუ რაზე უნდა შევთავაზოთ მათ შორის. არ ვიცი, დაილაპარაკოთ, ეს არის ეს კითხვები ერთმანეთს დაუსვა და ეცადეთ საერთო პასუხი. მე ხიდების დაწვას მომხრე არა ვარ, მაგრამ მიმაჩნია რომ უფრო მეტი სერიოზულობა საჭირო. როდესაც გუბაზოვიჩი რაღაცაზე ამბობს უფრო მეტი სერიოზულობაა საჭირო, მაშინ რატო არ დაგვეცემა მეხი ყველა საქართველოს მოქალაქეს, მაგრამ აქ თავარი რა არის, იცი რომ ერთ რამეში მართალია. ჩილოვან მთავრობაზე, ტექნოკრატიულ მთავრობაზე ლაპარაკობენ, ოღონდ ადგილობრივი არჩევნებია. რა თქმა უნდა, გიგები არის. ესენი არიან ცვეჩი გიგები, აი ესეთები რა. კიდევ ერთხელ 4 პარტიაა. ორი პარტია იღებს მონაწილეობას და საარჩევნო აგიტაციას ეწევა. ორი პარტია შმოპოზიციური ყოველგვარი არჩევნების წინააღმდეგ ეწევა აგიტაციას და ჩვენი ადგილი სად არის პროპაგანდისტების? თავრობის პროპაგანდისტების ადგილი სად არის? გვართმევენ ამათ არც წინა საპარლამენტო არჩევნებზე, არც იმის წინა მუნიციპალურზე, საპრეზიდენტოზე, კიდე იმის წინა საპარლამენტოზე არც ერთხელ ძმაო არანაირი ხედვა რა ტიპის მთავრობა, როგორი პოლიტიკა, ანუ მარტო იმას გვეუბნებოდა, რომ ძალოვანებს არ მივცემთ ნაცებსო, იმიტომ რომ ისოწამება არა, მე მეორე ეგ მახსოვს რა თქმა უნდა. ძლიერესი ხოდი. იარაღიანი კაცები ნაცებს არ მივცემთ, მაგრამ თქვენ სახელმწიფო მოწყობის მოდელი ამათ გქონდათ, მაგალითად როდესაც თემურ ალასანია ესაუბრებოდა იყო ეროვნული დაუმორჩილებლობის სცენარი მერე რა არა კონგრესში შეკრებიდნენ ალტერნატიულ პარლამენტს ალტერნატიულ კონგრესს ალტერნატიულ ყველაფერს რა ვიცი არჩევნების გზით მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში და აი ესეთი იქნება იყო ვაშაძე 4 მილიარდ ევროს თუ 15 მილიარდ ევროს რა მნიშვნელობა აქვს მაგრამ ევროკავშირიდან იყო ბიტკოინები თუნდაც ბლოკჩეინ არა ბლოკჩეინ მე თუ რაღაცა რო იქნებოდა განცდა რომ ციხეში სულად არის ვაშაძე არ მოწონს და მე მგონი არც იმას არ მოწონს აფლოცკი არ ასება სუში უნდა არ მოწონს ციხე ცოტა ხანი იყო და როცა დაუკავებდა რომ კაი გვეყოფა გამოვალო რამდენია გადასახდელი აღარ მინდაო უარი უთხრეს ვაშკას პოკერის მომარი სისკარიშვილი რომელსაც არასოდეს არავიზე არ უძალადია არის ყველაზე კრისტალი კი, ყველაზე ჰუმანური გაუშვი. რაც თავარია ის რომ უნდა ვიყოთ ამ არჩევნების ბოიკოტის რეჟიმში, არ ვიცი, სხვა ნებისმიერი სიტყვა ვიხმაროთ თუ ვინმეს ეს სიტყვა არ მოსწონს, არ უნდა ვიღებდეთ ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას. ეგ ერთი და მეორე უნდა ვაჩვენებდეთ ერთობას იმ ღირებულებით. აქ საუბარი წავიდა იმაზე, რომ გულბოზიშვილის შვილი არა, გულბოზიშვილი. გულბოზიშვილი კი ბატონო. გულბოზიშვილი არის სადღაც წასული და არის ამასთან ერთად და სადღაც კი არა, მეგონი ამერიკაშია. მეგონი ბრიტანეთშია. ბრიტანეთშია, ხო, ბრიტანეთშია. დაგვავისლა დიდი ბოდიში. ეს როგორ შეგვეშალა ეს ოდი. ოღონდ გვერდ ოთახებიდან ერთმანეთს ეწერებიან რიგრიგობით ასე შემდეგ. კი ბატონო. ну რა შეიძლება პეტრეს კაშულზე უკვე ახსენდა კრისტალიკაცია და აღარ გვინდა ამაზე საუბარი. ხო და ანუ რა ღირებულებების ერთგულებას გულისხმობს, ანუ ბიზნეს რეკეტის გაუპატიურების, ელიტური კორუფციის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების აბსოლუტური ხელყოფის, მედიების დარბევის, ან რომელ ღირებულებებზე საუბრობს? მე მგონი უფრო ჩემი აზრით წამების. შეიძლება. ძალოვანი ელემენტი მაშინ პროევროპული წამება. კი ბატონო, კი, საინტერესოა. ქართული აბუგრაიბი. რომელსაც სტრუქტურები არ შეიმჩნევენ და პირიქით რა თქმა უნდა. ბიჭო, ეგ პროგრესის სახელით წამება მოსულა. მე ხა კიდე მაგაზე გამახსენდა ეს ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ის ბიჭი იავნად დანით ხელში რო იყო. აი ყველა მთელმა საქართველოს რო დავინახეთ. დანით ხელში რო იყო. აი გაუშვით თუ შეიძლება ეს კარდი გაუშვით აი ხა ეს ხო რა არის ეს რა შეიძლება იყოს ეს ხო არ არის ფანკარი ეს ხო არ არის რა ვიცი დანა არის რა ლანშეტი არის ისეთი ხო არ არის
არ არის კარგი ციხეში ადამიანი მიდის, მაგრამ ამას რო აკეთებ პოლიციელთან შერკინებისას, შენ ხო უნდა ხვდებოდე რომ კიდევ კარგი რომ ციხეში დაგიჭირეს, თორე შეიძლება ამერიკაში მაგალითად თავისუფლად ამისთვის და გაცილებით ნაკლები ტელეფონის ამოღებისთვის რამდენი ათეული ადამიანია დაბრედილი ეხლა უბრალოდ რა ხო და 18 წლის საბაჯიკია მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობის გამო 4 წლით და 6 თვით დააპატიმრეს სალომე ზურაბიშვილი. ნუ აი ბაბაიაგა ჩვეულებრივი რა რაღაცა სახელმწიფოებრივი ელემენტი ხო უნდა კონდეს არა, მაგრამ ნუ კაი. თინა ბოკუჩავა მის იმას რა ქვია დავალების მიცემებს არა აქვს. ბიშვილს რომ შეძლებოდა ყველა დემოკრატიული პოლიტიკური ძალის რეალურად გაერთიანება, მათ შორის ამ ძალისხმევის ირგვლივ რომ რუსული სპეცოპერაცია არ შედგეს 4 ოქტომბერს, რა თქმა უნდა ჩვენ ასეთ ფორმატში, ასეთ ძალისხმევაში, ასეთ ბრძოლაში აუცილებლად მივიღებდით მონაწილეობას. მაგრამ თუ ის ამ გამაერთიანებლის ფუნქციას რეალურად ვერ ასრულებს სამწუხაროდ, იმიტომ რომ გამაერთიანებლის ფუნქციის შესრულება ამ შემთხვევაში ფორმამ გადაძალა შინაარსზე. ყურადღება გამახვილდა გავლილ ბიჭუნაზე და არა მე შინაარს შემოვიდა. სად არის კოტეს გაუჩინარების? სად არის? ჩვენ ყოველდღე უნდა მოვიდეთ. ლოკაცია iPhone-იდან რა ვერ ამოიღეს ლოკაცია სად იყო კოტე? ის 2 დღე თუ 1 დღე. რამდენი ხნით იგულავა? 20 წუთი. როცა მის გაუჩინარებაზე გვაცნობეს, სად იმყოფებოდა თვითონ რატო აღარ აინტერესებს ახლა ისტერიკა რო არგინა რომ ცოლმა არგინა კაცები ვარ და ხდება შემთხვევა როცა არგინა გაიგოს ცოლმა სად ხარ. ასეთ მეთოდს ნუ მიმართავთ. როგორ მეთოდსაც ხო, როგორ ბრიფინგს ნუ ჩაატარებინათ, მე ზოლს თქვენ გადაწყალეს. როგორ მეთოდსაც მე დამკვიდრე ბაბუ და ასე შემდეგ. კი ბატონო, გია ბარამიძე კოტეს ისე დაემართა, ხო? მანანაში რო არის. ხო, კი ბატონო, გია ბარამიძე, ბატონი გია გაუშვდა. კიდევ ერთხელ მოუწოდებ განსაკუთრებით პარტია ლელოს გააცნობიეროს მისი შეცდომა და ევროპარლამენტის რეზოლუცია მაინც იყოს ყურად. ნუ გირბზე რა გაჯიუტდება მის ძალიან მძიმე შეცდომაში. აი გასაგებია გავაჩეროთ. ეს გამოსაძახებელია. სხვათა შორის ძალიან მაინტერესებს გია ბარამიძე რატო არ არის გამოძახებული კომისიაზე. რა არა აქვს მოსაყოლი? ი აფროსიძეებზე აბა მე ხო არ მაქვს მოსაყოლი ამას მოსაყოლი. არ მინდა ჩამშვები და შპიონი კაცის დაბეჭდილება დავტოვა. ამიტომ ღიად ვლაპარაკობ რომ ქალბატონთია იქნებ გამოიძახოთ ეს ადამიანი რაღაცა ჭიკჭიკებს. იქნებ იქაც აჭიკჭიკ. ჭიკჭიკ. არა ვარ მართალი. ჭიკჭიკ. გამოვიძახოთ რა. ძალიან გვაინტერესებს აფროსიძეებზე რას თქვის და არა მარტო ამას. ბატონი ცოტნე კოპერიძე. ეკაბესელი არ გინდა როგორ კი ბატონო. ეკაბესელი საინტერესოა ყოველთვის საინტერესოა ხოლმე ქალბატონი. ისულად ხო არ არის? არა, მე მგონი ქართულად ხო? არის ალტერნატივო გზა, ის არის საჭიროება და აუცილებლობა და ამის გაცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე ყველასთვის, ვინც არის ამ წინააღმდეგობრივ პროცესში თუ ბრძოლაში ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ გაიყო ეს პოზიციები და არჩევნების მომხრეებიც არიან და უფრო მეტნი მოწინააღმდეგენი, მათ შორის პლატფორმის ფორმატში ხო, რასაც ყველაზე ძაფრად ალბათ ვერ უყურებ მე ახლა ისევ შინაარსზე არ მინდა ლაპარაკი. ლაპლაპებს ხო უკან. ლაპლაპებს ლაკი ბევრი მოგივიდა თუ შეიძლება. ალბათო ლაკი ბევრი მოგივიდა ხეზე. აი ვერ უყურე რა. სულ მინდოდა რომ აი ამ უდიდეს სიბზნეს ჩამწნომოდი რომ ძალა ერთობაშია. მაგრამ აი ეს ხის ფაქტურამ ბევრი მასტიკა უსვია. კი. კაშკაშებს პირდაპირ და მე ჩემი ვიზუალი ახავს. კაკო ბობოხიძე ადამიანი რომელიც ცნობილი თავისი რევოლუციონერები მე ბავშვებს წერდა რომ მე დავიღალე. არა, რევოლუციით არა, სამოქალაქო ომის კი ბატონო, რა რევოლუცია დამბოხებით და ხო და მე ბავშვებს წერდა რომ მე დავიღალე და მით თქვენ გააკეთეთო, აი ეს კაკო ბობოხიძე გავუშვით. ბობოხ მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილოა ხალხი ოპოზიციის, მე მინდა ვთქვა, რომ ის მხარდაჭერები რაც არის დასავლეთში, ეს არ არის ოპოზიციის მუშაობის გარეშე. ეს სწორედ ოპოზიციის მუშაობის შედეგი, ამიტომ ნუ გავატანთ წყალს ოპოზიციას, უბრალოდ სასურველია, რომ მეტი კოორდინირება ყოფილიყო, საბედნიეროდ უკვე ვაპარტიემ შემძელით, ხო? ერთად დავჯდეთ და მე იმედი მაქვს და ძალიან მინდა რომ შემოგვიერთდეს მათ შორის ის პარტიებიც, რომლებიც არჩევნებში, ან ვითომ არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის. რა პარტია ვინ არის? ეს ჩერგოს პარტია, ხო?
ყოფილი ჩერგოს პარტია, სადაც ესენი დარჩნენ, მე ვინ დარჩა? ნაცმოძრაობა, სტრატეგიას მოშინება, ახალი არა. სტრატეგია მოშინება შეუერთდა ნაცებს და. ნაცმოძრაობა არის იმასთან, სალომესთან არ არის. არ არის თავისუფლების მოედანი მეუნებიან და არ არის თავისუფლების მოედანი პარტია. არ არის თავისუფლების მოედანი. თავისუფლების მოედანი. გავიგე, მაგრამ არ არის პარტია. პარტია, რა პარტია, რომელი არის? ნაცმოძრაობა არ არის სალომესთან. ნამდვილად. ვიცი ზუსტად. ეს ახალი თუ რაღაცა რო არის, დაჭერილები რო არიან. მელია და ისინი, ვის სად არიან? არის? წილი აკახო დგას ხოლმე მაგრამ. არის, ხო, გასაგები იქნებიან. აკაც უნდა ლელო ახალი. აკაც უნდა კომისია რა მაგარი რაღაცა ყოფილა. კი, რეალურად ძალიან. ვაფშე ბუდმი მოქმედი რო იყოს ეს კომისია. რატო არა? ეს ხო, კი ბატონო. კარგი, გიგი წერეთელი ადამიანი, რომელსაც არასოდეს არაფერი არ შეეხო და ადამიანი, რომელსაც არანაირი სახე არ აქვს პოლიტიკური. სხვა შორის გიგი წერეთელი არის მეორე რიგითობით მეორე გიგი ნაცებში, იმიტომ რომ ჩემთვის პირველი გიგი მაინც გიგი ტელაშვილი. გიგი ტელაშვილის შემდეგ მეორე გიგი, კი ბატონო. მაგრამ არის კიდე ბავშვი ნაცებში? აბა ხო აი მართლა აი სადი. არა. მე მგონი შეიძლება დაწინაურდა და მე ველეთ დაიწყო. არა, კაცო, დაქანებული ნაცი არის, და აი დნმ-ით ნაცი რას. არა, სილიკონ ველიზე მუშაობს, ეხლა. შეიძლება წავიდა და ხელოვნური ინტელექტის პრობლემებს ჭრის. კაი, გაუშვათ რა. გიგი წერეთელი. მე შემილია მათ ურჩიო, როგორც ჩემს მეგობრებს, ლიდერებს, რომ უნდა გადახედონ ხო პოზიციებს. სირცხვილი პოლიტიკაში პოზიციების ცვლილება ნამდვილად არ არის. ცნობილი გამოთქმა არის, რომ ჭკვიანი რაღაც მომენტში იცვლის თავის შეხედულებას თუ ხედავთ. ჭკვიანი იცვლისო თან. თავარი თქვა, კაცო, აი როგორც იქნა სირცხვილი ვაფშე არ არის. მართალიც არის. თავისთავიდან ამბროს გუგაზამ თავი დაიწყელა, მე რატო არ მომაფიქრდა ეს? არა, ეგ სხვა შორის ძალიან ისეთი უცნაური და საკამათო საკითხია, იმიტომ რომ მაგალითად ვიტგენშტეინი ამბობდა, რომ რასაც ადრე უწერდი, საერთოდ არ ენდოთო და არ დამიჯეროთო და პლატონმა ისე შეიცვალა, ვთქვათ, პოზიციები ახალგაზრდა პლატონსა და შემდეგ შორის, რომ ცადა დედამიწა იყო, მაგრამ გიგი წერეთელი სადღაც მაგათ შორის ხო, არა, რა თქმა უნდა, რომ ხა იგენი არაფერ შუაში არ არიან, ანუ პოზიციების ცვლილება რეალურად ჩომსკისაც მაგალითად ისე ფუნდამენტურად ხონდა შეცვლილი პოზიციები, გინდაც პოლიტიკური, გინდაც სამეცნიერო. გურაჯია მერაშვილმაც სხვა არა, არა, მე რას ვამბობ. პოზიცია მართლა შეიძლება როდესაც მეცნიერი ხარ, როდესაც ღირსეული ადამიანი ხარ, მართლა შეიცვალა, მაგრამ როდესაც შენ არ ვიცი ქათმის ბარგალი და კატლეტი მოგცეს და მაგაზე შეიცვალე პოზიცია, ეგ სხვა რამეა რა და ეხლა უნდა განვასხვაოთ. აი ეს ანეკდოტი რო არის ხო, იცი რა ვიცი, გემით არ მოსულხარო, ეხლა გუბაზე ეგ უნდა უთხრა რა ვიცი, ასაკთან ერთად ცხოვრების გამოსვლებასთან და შეიძლება სოფხედულობა შეიცვალოს, მაგრამ როცა გუშინ იყავი აგერ ვიღაცა და დღეს ხარ აკეთა ვიღაცა, ხო? კი ბატონო. მიშას რომ მინეც უკეთებ ბოდიში. როცა ხარ ისა, რა ქვია, რა, ალეკო ელისაშვილი. არა. გავბრაზდია. ხო და ანუ პოზიციის ცვლილება არა, როდესაც შენ ვიღაცაზე ამბობდი, რომ ეს არის ქვეყნის მოღალატე. და მე ამას არასოდეს ვაპატიებ მაგალითად 2008 წლის ომს და ეგ პოზიცია შეიძლება ეგ არ არის პოზიცია არასოდეს ვაპატიებ ნიშნავს არასოდეს ვაპატიებ მოღალატე არის მოღალატეზე პოზიცია შეიცვალო რას ნიშნავს ანუ თუ ეს ადამიანი ქვეყნის ინტერესებს ღალატობდა მაშინ ანუ რა შეიცვალე ანუ მაშინ შენ გახდი მოღალატე თუ ეგ აღარაა შენს მოღალატე ხო არა მოდი ესე თქვა ჩვენ რეალურ პოლიტიკურ პრეფერენციებზე ვლაპარაკობთ აგერ იგივე ალეკო მაგრამ ნათელი მაგალითია გამოვიდა და დაუწყო მე ვახშე ხარო და დედააგინა ხელით გაიწია და მე შეუძრა უსაფრთხო მაგარი როგორ გამომივიდაო აგარ მე ეხა მე შემეშალა რა მოდით ის 90-იანი რაღაცნაირად გამომივიდაო კაი რა ესე რო ლაპარაკობ ხო მიდი რა ბიჭო მიდი რა გადი რა აქედან კაი რა როგორ კაი არა რა არა პროფესიონალი სახეობები კი კაი რა ბიჭო შენ რეებს ლაპარაკობ და ასე შემდეგ კარგი მურმანდუმბაც ამაზად არ გამომივიდაო მე მგონი მეტი არაფერი პრობლემა არ ყოფილა მურმანდუმბაც
აი მაგალითად ჩვენ წინასწარ ვეჭდავთ ახალ წერს პარტიების დასახელებებს და ასე შემდეგ. საერთოდ რასაც ის ბიულეტენი რომელია ყველა მოქალაქე ვინ საარჩევნო ყოფთან მიდის იცის წინასწარ რომელ ნომერად ანუ მე უნდა შემოხაზოს. სახე აიგოს გამაგარი კადრია. დაწეროს რომ მე ვხაზავ მაგალითად 41-ს. მეორე აიღებს და იცის რომ მაგარი ვიზუალია. დაწეროს თავის სახში, თავის ფურცელზე, რომ მე მინდა 5-იანი. მეორე მთქოს რომ მე მინდა 41. მიიტანოს ეს საკუთარი ხახალდი და ჩააგდოს იმ უბანში, თქვათ, ურნაში. ამასაც უდრნებით ვლაპარაკობ. რა დაშავდება ამით? რა საჭიროა ხელა უნდა ეს საჭირო ტოპ კადრი. ანუ აი ეს ძმა ფორმითაც და შინაარსთაც არის იდეალური გამოსვლა. ჩემი აზრით გავიგე რა. არ იხსნა, მე ყველაფერი გავუშვი ტოპ კადრი რა. აი ტოპ კადრი გავუშვი. ეს უკაცრავად, მაგრამ ინკრუსტაცია ამოჭრილი ხო არ არის? არა, ბათუმის იმაზეა. ერთი წუთი, უკან ხაზი? თაზე და. უკან თეთრი ხაზი, ნახე? ვერა. კონტურზე თეთრი ხაზი რო დაყვება, ნახე? ვერა. არ დაყვება. როგორ არ დაყვება? თეთრი ხაზი არ დაყვება კონტურს. მხრებს შეხედე. არ დაყვება. არა, მე მგონი განათებაა პროსტა სუდი. თეთრი ხაზი რა არის? შეიძლება ამოჭრილია. არა, კაცო, რა მნიშვნელობაა გინდა პროექტორის ეკრანზე ზის ხალხო, გეუბნები რა. რაზეც გინდა იმაზე იჯდეს რა. ვინ დააჯინა, რომელი არხია? მაჭარა მე მგონი. რა მნიშვნელობაა? აქ მარტო ეს დაინახე პრობლემა. ვარ მე მგონია ჩვენში ბათუმში აიუანზე ერთვება და არის უმაგრესი კადრი, იმენ ხოდოროვსკის კადრი არის. არა, აი მე შინაარს. всё, მაშინ ოკეი, თუ მოიცა, შინაარსი არის ბევრად უფრო მაგარი. მაგარი რა მეთქვა ბიჭო. ანუ ფურცელზეო, სახშიო. კუბიკებია მათემატიკის ფურცელზეო. აი ხო რაღაცა დაწეროს მე ხაზავ წამოგინე ხა რაღაც სახში რომ მიდიხარ და რაღაცა შენ დედა შენი მე უღლე რაღაცა რო წერ რა ანუ აქ ზევით რა წერ რაღაცა აჩანა ოდიშარია რაღაც ჩემ შემთხვევაში და მე რო წერ 41 და ვკეცავ ამას და ეს არის ბიულეტენი ამას ვერ გააყალბებენ რას ქვია ვერ გააყალბებენ всё არა ალტერნატიული არჩევნები ჩავატარო ლოტოტრონიო ძმაო ანუ ეს გეუნება რომ ის ხალხი ვისაც არა ცესკოს ნდობა სახში დაწერო ფურცელზე და ის მოიტანონო და ცესკომ უნდა მიიღოს და ამაშიდან გაყალბების რისკი სადაა ძმაო აბა რა ხო და ეს უფრო კრუტოია და სხვისიც რო წაიღო ბარემ ბევრი რო წაიღო ერთია მე მაგალითად 1000 კაცი სამოვიგე არა 3 რატო ნაცებ შეიძლება მოიცა ოჯახში 1000-ნი არ ხართ ისე და კი ვაფშე ნაცები აი ერთი ხმა რო 1000 განვიხილოთ მაინც ვერ მოიგებენ ეს და პატა ბურჭულაძე გამოირჩევიან ვინ ბატონო ამა ბევრად მაგარი გააძროს მაო იმან ტელეფონი გიორგი რუხაძე ვინ არის ბავშვი გამულობა ვინა ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე გავუშტა მე ვინდა ვაფშე რა თქმა უნდა NLIG რაცხადა ვინა პირველად ხედავ ის არის მართლაც ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა დღეს საქართველოში ხო მე მისგან ველი მეტ ასე ვთქვათ მოქმედებას და არა მოწოდება გასაგებია მაგრამ ამ მოწოდებამ არ იმუშავა არასაკმარისია აქედან გამომდინარე ანუ და კაი და აქ ამოწოდა თენგო გვინდა რა თენგო არ გვინდა ეს ვიცი თენგო თევზაც დაუმორჩილებლობა არის პროცესი, რომელმაც გვინდა რომ მიგვიყანოს ბ-წერტილამდე და ბ-წერტილი რა არის? რას გულისხმობს ეს დაუმორჩილებლობა? მეც მეხება ეს დაუმორჩილებლობა. ანუ აი ეგ პოლიტიკურ დაუმორჩილებლობაზეა ძირითადად რუსთაველს ეხება, ეს ადამიანები არიან უკვე 230 დღეა თითქმის დაუმორჩილებლობაში. ყოველ ჯარიმებს არიხდიან ქუჩას კეტავენ ეს ხალხი პოლიტიკური ლიდერები არიან დაუმორჩილებლობაში. თქვენ თუ გონიათ და ვიცი რომ არ გონიათ, ვინმეს უხარიათ ციხეში ჯდომა, იმიტომ რომ სულუკიანმა რაღაცა ჭორბიუროს შექმნა, რაღაც სისულელეებზე მსჯელობენ და ამის ადამიანებიდან ციხეში ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. ყველა ზუსტად მაგიტომ შეხედა. ივით არგამაძე, რა ვიცი, ყველა ამიტომ ბ-წერტილი რა არის? ბ-წერტილი არის რომ ამ დაუმორჩილებლობამ და წინააღმდეგობამ ისე უნდა დაასუსტოს ქართული ოცნება და ქართული ოცნება სუსტება, ყოველდღიურად სუსტება ქართული ოცნება. სუსტება ძალიან, აი ვაი, სულ მეშინია და სუსტება რა. ესე იგი, ცოტნე კოპერიძე რომელიც ადამიანად გადაიქცა საბოლოო ჯამში, ეხლა ტენდენცია უკან დაბრუნდეს და კუტაბიჭი გახდეს. ორგანოდ გადაიქცეს. არა, კუტაბიჭად. შეხედრას ამბობს.
ეგ არის ახლა თავარი პრობლემა. მე მაინც ის მაწუხებს, რომ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი ღელავს ასეც ეკითხებს და ძალიან დიდი ნაწილში მიდიხარ კვლევებში და მიხართ რომ ტერიტორიული ცვლილებები აქვს შელახული ეკონომიკური კრიზისი, 1000 რაღაც არსებობს პრობლემა, თავარი პრობლემად ამას ისახავენ და ხელისუფლებისათვის თავარი დაკეთვა არის ის, რომ ვიღაცებს თავები დაჭერით, სისხლი გვანახეთ, დაჭერები გვანახეთ და ამ კუთხით დაჭერები სამწუხაროდ ხალხს უყვარს. ეს ათამამის სადამდე უნდა მიიყვანო ხელისუფლების ხალხის უმრავლესობა, რომ ხელისუფლებას ეს დაკეთა გაუგებო. აი პროსტა ხო? სადამდე უნდა გააბრაზოთ თქვენი ტვინის ბურღვით, თქვენი არაადამიანური ჭინკურის აქციელებით, რომ დაჭერები გვანახეთო. რომ ეხვეწებიან ხელისუფლებას თუ შენ მართალი ხარ. აი ლოგიკა ეს არის და ირაკლი ფავლენიშვილი დავასრულოთ, მეგობრებო. დღეს თქვენ თქვათ ძალიან მალე უნდა გადავიდეთ ყველა აქტიურ ქმედებებზე, ასევე ხურები არ უნდა ჩამოყალოთ, არ უნდა გვეგონოს რომ ივანიშვილი რომ ამ ყველაფერს აკეთებს, ესე იგი კარგ დღეში არის, ნამდვილად არ არის კარგ დღეში, კლანური ბრძოლები რომ ესეთ კულმინაციურ მომენტში არის და ხალხი რომ ასეთ დღეში არის მისული, ეს არ არის ნამდვილად მისი კარგი დროების გამოძახილი, მათ შორის ის რომ ყველა მიმართულებით ესეთი რეპრესიული და გაშმაგებული ესეც არ არის მისი კარგი ცხოვრების გამომხატველი და უბრალოდ როდესაც კუთხეში არის მიმწყდეული სისტემა, რა თქმა უნდა ის ყოველთვის უფრო აგრესიული ხდება. ეს კიდევ როგორც შენი მეგობარი გურა მეტყო და ჭარბი რეალობა რომელიც ძალიან მომწონს. ეს მაგარი კაცია, ანუ ადამიანმა ჭარბი რეალობაში მიშა სააკაშვილს მესი უწოდა, მიშა სააკაშვილი მესისთვის არ შეუდარებია. პელესთვის შეუდარებია. პელე ხარო უთქვამთ ადრეს ვიღაცამ. აუ პელე ხარ, პოლიტიკის პელეა. და პელე უფრო მესი ეთქვა მე სენტიმეტრს გძავში. უბას ჩვენ დავაბრალეთ რომ მარადონას შეერა არ შეუდარებია. სოლო დრიბლერი არის. ხო და მან არ უხსენებია. არა, მარადონა. პელე სისხლის ვარსკვლავი ხო დაუძახა თუ რა ვინ არისო? დასავლეთ. დასავლეთ აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი და დასავლეთ სისხლის ვარსკვლავი ხათაშორის არა კარგი ვარსკვლავი. სატანურია. მართლა უყურთ. ლუციფერის ვარსკვლავია. კარგით, კარგად ზანდებოდეთ მეგობრებო, ჩვენ ერთმანეთს ორ შაბათს შევხვდებით. მადლობა. კარგი უქმეებია.